და ჩვენი სიუჟეტის მთავარი მოქმედი გმირიც ამერიკაში მცხოვრები მოღვაწე ქართველი პიანისტი გიორგი ლაცაბიძე ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ, ასე რომ თავად შეგიძლიათ უფრო ახლოს გაიცნოთ მისი შემოქმედების შესახებ, რომლის შესახებაც აუცილებლად თავად გვიამბობს. გიორგი, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის, დილამშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა ამ სტუდიაში მოწვევისათვის, მივესალმები მსმენელს, მაყურებელს. Իրիկით დიდი მადლობა მოსვლისთვის და დავიწყოთ იქიდან გუშინდელი საღამოდან, ანუ პაოლო კოელიოს სახელობის სალონურ გარემოში ძალიან საინტერესო საღამო შესთავაზეთ თბილისელ მაყურებელს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მეგობრების გარემოც. მოდი ორი-ორი სიტყვით გითხარი. დიახ, მე მომსწრე გავხდი გუშინ ორი ძალიან საინტერესო და ძალიან სასიამოვნო საღამოსი, ერთი რომელიც გაიმართა ჩემი ყოფილი, ასე ვთქვათ, მუსიკალური სკოლის დირექტორის ორგანიზების შესაბამისად, ესე მოხდა ყველა შეიკრიბნენ და მე გამიმართა ძალიან ლამაზი საღამო. ძალიან დიდი მადლობა მათ და ასევე მეორე რომელიც საღამოთ აი მე მინდა გადავუხადო ჩემ მეგობარ ანიკა ოლელიშვილი ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ძალიან მართლაც სასიამოვნო წუთები იყო ჩემთვის ჩვენ შევძელით შევკრებულიყავით ერთად მეგობრები ჩვენ შევძელით აი იამაჰას მხარდაჭერის საფუძველზე ესე იგი წარმოგვედგინა რამოდენიმე მუსიკალური მომენტი რომელიც მე შევასრულე ასევე ჩვენ ვიმღერეთ ცოტათი კიდევ ეს ჩემი ფაქტიურად ბოლო დღე არის ხოლმე უკვე ხვალ მიმგზავრები და მე მიყვარს ესეთი კამერული სიტუაციები ეს უკვე და ბუნებრივია რეპერტუარიც განსხვავებულია ხოლმე სალონურ მსგავს კამერულ საღამოებზე რა თქმა უნდა ეხლა მე იქ ვერ შევასრულებ ძალიან გრანდიოზულ ნაწარმოებებს თუმცა ხანდახან შეიძლება ამის გაკეთებაც ალბათ გიორგი მოდი გავიხსენოთ თბილისური მოღვაწეობა ანუ სანამ გაემგზავრებოდი დაამთავრე თბილისის კონსერვატორია ყველაფერი აქედან დაიწყო როგორ გაიხსენებ პირველ ნაბიჯებს ესე იგი მე ჩემი მოღვაწეობა თბილისში ძალიან პროდუქტიული იყო. მე ჩემი კონსერვატორიის პერიოდში ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა ქაბათურისთან ხოჯავა, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი ასევე ჩემი როგორც მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ პროფესიულ ჩამოყალიბებაში. მე მქონდა ბევრი წარმატება აქ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დამთავრდა, ჩაიარა ძალიან კარგად, ამას ჩემთვის ძალიან პრაგმატული წლები იყო. მე ვიყავი კონკურსების ლაურეატი ამ დროს მე მონაწილეობდი ფესტივალებში, მე მონაწილეობდი კონკურსებში, მქონდა ბევრი კონცერტი ძალიან ალბათ თბილისის მოყურებელს ეს ახსოვს და ბოლო თუ არ ვწდები ბოლო კონცერტი იყო, როდესაც მე ერთ-ერთ მოსკოვის დირიჟორთან ჩამოსულ ბატონ სკურსკისთან ერთად ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი შევასრულე და მე ფილარმონიის სოლისტი თქვენ ახსენეთ ვიყავი 2 წლის განმავლობაში და როგორც კი ბატონ ჯასუკახიძე ჩვენი საყვარელი მაესტრო გარდაიცვალა მე უკვე ფაქტიურად ერთი წლის მერე დავტოვებდი. 2 წლის განმავლობაში სწორედ ორკესტრთან სოლისტი არა მარტო ორკესტრთან ეს მე მქონდა გამოსვლები ორკესტრთან ერთად მე მქონდა გამოსვლები სოლო ანუ მე სიამოვნებით უკრავდი კონცერტებს. და ბუნებრივია ბატონ ჯანსუყახიძესთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან პროდუქტიული და ძალიან საინტერესო იყო. ეს შესანიშნავი პიროვნება, შესანიშნავი მუსიკოსი იყო. გიორგი, თუ არ ვწდები 16 წლის ასაკში უკვე სპივაკოვის სახელობის სტიპენდიანტიც იყავი. ასაკი ცოტათი გეშლება თქვენ, მაგრამ სპივაკოვის სტიპენდია ვიყავი მე ჩვენმა პროექტ ანუ რექტორატმა დამინიშნა ეს სტიპენდია. შესანიშნავი. საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, კიდევ უამრავი სხვა ქვეყანა, ანუ რომელ ქვეყნებშიც საერთაშორისო კონკურსების ლაურეატობის წოდება მოიპოვა. საინტერესო ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის რომელი კონკურსი აღმოჩნდა? ანუ გადამწყვეტი ეტაპი შენ შემოქმედებისთვის. იცით რა, გადამწყვეტი ეტაპი მაინც მინდა ვთქვა, რომ იყო იტალიაში გამგზავრება. ეს იყო ჩემი პირველი კონკურსი, რადგან მე ის იყო 4-ტურიანი პროგრამა, შევასრულე ძალიან რთული ნაწარმოებები, ასე ბოლო იყო ფინალი, როდესაც შევასრულე მოცარტის ნაწარმოების სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ეს ფაქტიურად იყო გადამწყვეტი, რადგან მე გავიცანი ძალიან ბევრი მუსიკოსი საინტერესო და იმათ გაუჩნდათ ურთიერთობა იმათ გაუჩნდათ სურვილი ურთიერთობის ჩემთან და ჩვენ შემდეგ შევძელით აი დღემდე მაქვს მე მათთან კონტაქტი და აქედან იცით რაღაც ჯაჭვით აეწყო ყველაფერი ერთმანეთზე, ანუ ფაქტიურად პირველი გასვლა ეს იყო ჩემი და მე იქ დავიკავე მესამე ადგილი, ეს იყო საკმაოდ რთული კონკურსი და ამის შემდეგ უკვე ფაქტიურად 6 თვეში მე გამიგზავრე პარიზში, სადაც პირველი ადგილი ავიღე კონკურსზე. და თუ ამზადები ახლა მორიგი კონკურსისათვის? დიახ, ახლა მე მევზადები One Clip-ის საერთაშორისო კონკურსისთვის, ეს ძალიან პრესტიჟული კონკურსია. სერიოზული კონკურსია, ძალიან დიდი მუსიკოსები გამოდიან იქ, ანუ მე ვეცდები ყველანაირად შესაბამისი დონე წარმოვადგინო ჩემი საშემსრულებლო ხელოვნების. და გიორგი, გადავინაცვლოთ ლოს-ანჯელესში, ანუ სადაც შენ მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობ, მოდი გვიამბი ამ სასწავლებლის შესახებ და იქაური შენი ცხოვრების რეჟიმის შესახებ.
იცით, ეს სასწავლებელი ასევე ძალიან მიყვარს. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის სკოლა, უნივერსიტეტი, მუსიკალური დეპარტამენტი, რომელიც ატარებს ძალიან დიდ ტრადიციებს. აქ სწავლობდნენ ცნობილი მაესტრო, როგორც არის იაშა ჰეივეცი, პირველი ვიოლონისტი, მე ვიოლინე, ასევე იგორ პიციგორსკი, ვლადიმერ ჰოროვიცი ატარებდა მასტერ-კლასებს ძალიან ბევრჯერ. რო აღარ თქვათ იმაზე, რომ რახმანინოვის ბოლო წლები კალიფორნიაში არის გატარებული და ისიც კი დადიოდა ამ სასწავლებელში. დიახ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, და მე ძალიან კაი ფაკულტეტი არის, ძალიან კარგი პროფესორები არიან, ძალიან კარგია ურთიერთობა მაგათთან, ხალხთან. თვითონ სტუდენტები ძალიან კარგებიან, მთელი მსოფლიოდან არიან ჩამოსულები, ხო, სტუდენტები და მე მიიწევს სისტემატურად მათთან კონტაქტი, ეს ურთიერთობები ღვივდება ყველაფერი, ესე ძალიან კარგად მიდის. გიორგი, საინტერესოა, გარდა სწავლისა, რაც ალბათ ძალიან დიდ დროს საჭიროებს, თუ ატარებ ხშირად კონცერტებს? ძალიან ხშირად ვატარებ მე იქ კონცერტებს. მე აი წამოსვლის წინ, რაღაც 5 დღის წინ მქონდა ბევერლი ჰილსში ძალიან სერიოზულ აუდიტორიაში კონცერტი. მე ხა შემიძლია აგიხწეროთ რა მშვენიერი დარბაზი იყო ის, მაგრამ შეიძლება თქვენი ფანტაზია მაინც იცით ძალიან ლამაზი რაღაცა იყო ჩემთვის და მე მსიამოვნებს რა თქმა უნდა, როცა უკრავ ესეთ ლამაზ აუდიტორიაში და როცა მშვენიერ ინსტრუმენტზე, ხო, დიახ, და გარემოა ესეთი, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ბევერლი ჰილსის გარდა მე მაქვს იქ ბევრი კონცერტი, სისტემატურად მართავ კონცერტებს, ანუ სისტემატურ ფორმაში ვარ და მე რო კონცერტები არ მქონდეს ერთ კვირაში ერთხელ მაინც მე ცუდად ვცნობ თავს.